ენგურის ხიდთან ოკუპირებული აფხაზეთის სიახლოვეს სტრატეგიული ანაკლიის პორტი ვერა, მაგრამ საბაჟო ტერმინალი ენგურს გაღმა მზად არის ტვირთების გასატარებლად. რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლების განცხადებით, ახლა მხოლოდ ტექნიკური აღჭურვაღა დარჩა. ენგურის ხიდთან ტერმინალის მშენებლობის შესახებ 2023 წლის ნოემბერში გახდა ცნობილი და ამის შესახებ პირველად დროებამ ამ გადაცემაში ვიდეო კადრებიც გაჩვენათ, ეს დრონით იყო გადაღებული. დიდი ალბათობით ამ ტერმინალის დიდ ეკონომიკურ სარგებლობაზე, რომელიც ივანიშვილის მშვიდობისთვის აუცილებელია, მალე პროპაგანდა ახალ კამპანიას შემოგთავაზებს და მერე რკინიგზის აღდგენის აუცილებლობასაც დადგება დღის წესრიგში. ამ თემაზე სასაუბროდ ბატონი პაატა დავითავი მოვიწვიეთ, თუმცა ხადია მარტო ამაზე არ ვისაუბრებთ, მაგრამ ის რაც ხდება, პაატა, ნამდვილად არის რაღაც ერთი დიდი პროცესის ნაწილი, არა რაღაცა ერთი ლოკალური მოვლენა, რომ იქ რაღაც ინფრასტრუქტურა მზადდება. განსაკუთრებით საინტერესოა თქვენი აზრი, აშხაბადში გამართული ამ სამიტის ფარგლებში საქართველოს მონაწილეობის სტატუსა და იმ განწყობებს შორის, რომელიც აშკარად, ასე ვთქვათ, ფიგურირებდა კობახიძის გამოსვლაში, სადაც ნახსენები იყო ოკუპაცია როგორც რეალობა და ძალიან ცუდი ასოციაციები გამოჩნდა მე პირადად რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ხშირი განცხადებების შინაარსის ასე ვთქვათ ანალოგიურ განცხადებებს რომ ეს არის ახალი რეალობა, რომ ეს ახალი რეალობა საქართველოს უნდა მიიღოს და ის რომ მშვიდობა უპირობო წარმოადგენს მთავარ პრიორიტეტს, რომელზე მაღლაც არაფერი დგას და თავად მშვიდობიანი პოლიტიკის შედეგად ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის აუცილებლობაც არ იყო ნახსენები. აი, დავიწყოთ უფრო დიდი კონტექსტით, მათ შორის აშხაბადის სამიტით და ვისაუბროთ იმ კონკრეტულ ფაქტზე, რითიც დავიწყეთ აფხაზეთის თემატიკის. პირველ რიგში დიდი მადლობა მოწვევისათვის და მადლობა მინდა მართლა გადაცემას დროებას და ტელეკომპანიამ ფორმულას გადაუხადო, იმიტომ რომ ის თემები, რასაც დღეს ჩვენ რაზეც უნდა ვისაუბროთ ენგურის ხიდთან დაკავშირებით, პირველი ტელეკომპანია იყო, ვინც კადრები აჩვენა, ვინც აჩვენა ის საფრთხეები, რაცაა და ეს ძალიან მნიშვნელოვანი ასეთ დროს, ოდესაც მთლიანად ჩახშულია ყველაფერი და ლაპარაკი იმ თვალსაზრისით თუ რა რეალობასთან გვაქვს შეხება ძალიან რთული გახდა. ის ჩვენ ხედავთ იმას, რომ არა მარტო ენგურზე განვითარებული მოვლენები, არამედ ქვეყანაში ის ვიცე ვითარდება სიტუაცია, რომ ხდება შეგუება გარკვეული მიმართულებით იმასთან დაკავშირებით, რომ ოკუპაცია არის და ჩვენ უნდა გავჩერდეთ ამაზე. შეგუება, რომ გაჩნდა ნეიტრალიტეტის თემა და თქვათ მონაწილეობა პრემიერ-მინისტრის იმ ფორუმში, სადაც იყო ერთ-ერთი მთავარი თემა ნეიტრალური თქვათ მიდგომების გაჟღერება. 30 წელი აღინიშნებოდა, ამას ეძღვნებოდა თურქმენეთის ნეიტრალიტეტის 30 წელი. ეხლა ეგ მანამდე თბილისში აღუნიშნეთ მეცნიერებათა აკადემიის ფარგლებში, მაგრამ ნახევრად სერიოზულად შეგვიძლია ვახსენოთ. მე ნახე 3 წლის განმავლობაში ჩავიდა სამჯერ ჩავიდა წლის განმავლობაში პრემიერ-მინისტრი თურქმენეთში. ეხლა რა ვიცი, პრემიერ-მინისტრი სამჯერ თურქმენეთში არა ბრიუსელში უნდა ჩადიოდეს, ვაშინგტონში უნდა ჩადიოდეს და სადაც თქვა ჩვენი პარტნიორები არიან. როდესაც ყველაფერი ჩაკეტილი არის, ჩვენ ვხედავთ, რომ მიმართულებები გახდა მოდი რამოდენიმე ქვეყანა ხო მთელი მთავრობისთვის ეს არის თურქმენეთი, ეს არის სამეზობლო ჩვენი აზერბაიჯანი, სომხეთი და უნგრეთი. მეტი ვერცად ვერ ჩადია, ხო? რეალურად იზოლაციაში მოაქციეს, ხო? ეხლა ეს ფორუმია, სადაც შედგა, აქ არ იყო აუცილებელი ამ პრემიერის ვიზიტი, იმიტომ რომ ჩვენ არ დაგვავიწყდეს, რომ ოკუპანტი ქვეყნის წარმომადგენელი პრეზიდენტი იყო იქ, ხო? ეს მნიშვნელოვანია, ჩვენ თუ გადავხედავთ იმას, რაც ხდება 2008 წლის შემდგომ, მაქსიმალურად ყველა არიდებდა თავს ერთ ფოტოზე მოხვდარიყო, ეს ძალიან მტკივნეული თემა არის. ეხლა არის პროტოკოლი, რაც არის თქვა დიპლომატიური გასაგებია ეს ყველაფერი, მაგრამ თავისუფლად შეიძლებოდა მოქმედება ისე, რომ ამ ფორუმზე საქართველოს არ ყოფილიყო. მithumetes კონსტიტუციაში პირდაპირ უწერია ევროკავშირისკენ სწრაფვა და ნატოსკენ სწრაფვა. კი აპირებენ ამ როგორც ვატყობ ამ მუხლის 78 მუხლის ამოღებას, მაგრამ ჯერ ხო არის მოქმედი, ხო? ესე იგი ჩვენ ხო კონსტიტუციის ფარგლებში უნდა ვიმოქმედოთ. ამ ფონზე სადაც მუხლი არის. უნდა და მეორეა რაც ხო, ამიტომ ამით იმის თქმა მინდა, რომ ძალიან მნიშვნელოვანი მომენტი არის, რომ დააფიქსირო შენი სუვერენული მიდგომა, რომ შენი ქვეყანა არის ოკუპირებული. მესიჯი ოკუპაციის შესახებ, რაც ჩვენ მოვისმინეთ განცხადებაში, იყო როგორ იცით, ოკუპაციას ვეგუები და მშვიდობა მინდა. მეტი ხმის ამომღები არა ვარ. როდესაც მესიჯი უნდა ყოფილიყო, შენ ხარ ოკუპანტი და შენ უნდა გახვიდე. აი ეს არის მთავარი და თუ ასეთ ფორუმზე მიდიხარ, სადაც ზის პუტინი, ეს უნდა გამოიყენო.
ეგ თავარი მესიჯი ეს ქვეყნის ინტერესი არის ასეთი მესიჯი გააჟღერო და არ უნდა გერიდებოდეს ამ მესიჯის გააჟღერება, იმიტომ რომ იქ ჩვენი მეზობელი ქვეყნის წარმომადგენლებიც იყვნენ, რომელიც ღიად გვიჭერენ ტერიტორიულ მთლიანობაში და არა მარტო მეზობლები, არამედ ყველა მონაწილე ქვეყანა, რომელიც იქ იყო, ის აღიარებს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას. ამიტომ მნიშვნელოვანი იქნებოდა ამ მესიჯის გაჟღერება, მაგრამ ჩვენ ხო ხედავთ პოლიტიკა რა არის, არ გაღიზიანება, არა თქვა ამ არ გაღიზიანების მიდგომით ხდება დაზიანება ქვეყნის ინტერესების და ამისი ნათელი მაგალითია ის რაც ხდება ენგურზე და რატომ თუ ჩვენ გავხედავთ და მიუდგებით სუფთა ლოგიკურად ის რაც რუსეთის ბიუჯეტიდან თანხა დაიხარჯა დღეს ენგურის ხიდზე საუბარი არის საბაჟო პუნქტის მშენებლობაზე სადაც ვაგონებით შედიან თავისუფლად სადაც ავტო დიდი ტრაილერებით შეიძლება შევიდეს ასაწონი ის არის გაკეთებული დიდი სასწორებელი სატრანსპორტო გაკეთებული მთელი ხაბია ეს უნდა ყოფილიყო ფსოუზე ხო ლოგიკა ხო ამაშია კი მათ შორის იმ შეთანხმების გათვალისწინებით რაზეც აპელირებ ყველა შეთანხმებით სააკაშვილის დროს ყველა შეთანხმებით უნდა ყოფილიყო ფსოუზე მაგრამ ფსოუზე რა სიჭირდება ამ ხელა ეს მიტვირთბრუნვა ხო არა აქ აფხაზეთთან ხო ფაქტიურად მე აქ ხედავ ანექსიის ნიშნებს ეხლა სიჩუმეზე როცა ვლაპარაკობ არ შეიძლება ჩუმად იყო როცა ჩუმად ხარ შენი მეზობელი ქვეყანა ამას იყენებს რატო ვიძახი თქვენ საუბრობთ უშუალოდ აფხაზეთის ანექსიაზე პერსპექტივას დიახ ორი ვარიაცია პირველი ანექსია მეორე ეხლა გზის გახსნა და ეხლა მოდი რო განვიხილოთ ეს რატო ვიძახი რომ ანექსია აი ოკუპაციას დაპყრობასა და აღიარებასა და ანექსიაში მიერთებაზე რა ხო აი ეს მინდა რომ მაყურებელმა რომელსაც შეიძლება ამ სიტყვებში ნაცვლად არ ესმოდეს რა რით განსხვავდება ანექსია დღეს არსებული ანექსია არის ჩვენი კუთვნილი ტერიტორიის რომელიც არის დღეს ოკუპირებული მიერთება რუსეთის ფედერაციასთან ხო ეხლა რატო ხედავ ანექსიის ნიშნებს თქვათ ავიღოთ ვარიაცია ის რომ რკინიგზა უნდა გაიხსნას და ავტოსაგზაო მიმოსვლა უნდა გაიხსნას პირობითად და ეს აშენდა იმისათვის აქ ეხლა წარმოვიდგინოთ ჩვენ რომ ნებისმიერი დოკუმენტი დაუშვათ საბაჟო დოკუმენტი იქნება საგადასახადო დოკუმენტი იქნება თქვათ ტვირთი უნდა წავიდეს რუსეთში უნდა შევიდეს ლარსის მიმოსვლის თემა დღეს იცით გამტარიანობა ძალიან პატარაა და ამიტომ აქ უფრო დიდი გამტარიანობა იქნება და დაუშვათ შედგა ეს ხელშეკრულება საქართველოსა და რუსეთს შორის და უნდა გაიაროს ტვირთმა აფხაზეთი ყოველთვის მოითხოვს მესამე მხარეთ ყოფნად არათუ მხარეთ არამედ დამოუკიდებელ სახელმწიფო და ნებისმიერი ბეჭედი იქნება საბაჟო დოკუმენტზე საგადასახადო დოკუმენტზე აფხაზური დამოუკიდებელი ქვეყნის ბეჭედი ხვდებით ეს და საქართველოს ბეჭედი აფხაზური ბეჭედი და რუსული ბეჭედი ეს ნიშნავს აღიარებას აფხაზეთის პირდაპირ ამიტომ ამის გაკეთება გაუჭირდება და პრემიერ-მინისტრმა თქვა აღიათ რომ ჩვენ არ გეგმავთ ამასო ხო რეალურად გზის გახსნას რატომ იმიტომ რომ მე არ მეგულება თეორიულად თუ ამის ვიღაცა ფიქრობს გულში რომ ამ დოკუმენტს მოაწეროთ ასეთ დოკუმენტს შეთანხმებას ხელი მე არ მეგულება ასეთი ადამიანი რატო იცით იმიტომ რომ აქ შეიძლება რუსულ და ქართულ მხარეს უნდოდეს მაგრამ აფხაზური მხარეა ჩვენი მოკავშირე ხო რაც არ უნდა უცნაური იყოს იმიტომ რომ დამოუკიდებლობის ხარისხის დაფიქსირებას ითხოვს და რა გამოდის რომ ვინც ამას მოაწერს ხელს ეგ სისხლის სამართლის კოდექსში შევიდა მუხლის სამშობლოს ღალატი და ამ მუხლის გასამართლება ყველა იმიტომ რომ ეს იქნება აღიარების ტოლბას პირდაპირ ვიძახი ეს ესმის რუსებსაც ძალიან კარგად ჩვენ თუ ნახავთ და 10 დღის განმავლობაში ბოლო 10 დღის განმავლობაში ლავროვის განცხადება როდესაც იყო რომ არანაირი თქვათ იქ საუბარი ტერიტორიაზე ამ თქვათ აფხაზეთის რაღაც დათმობაზე ან რაღაც სხვა მიდგომებზე როგორ დამოუკიდებელი ძალიან უცნაურად წამოიწია მაგ თემამ იმიტომ რომ საქართველოს მხრიდან ამ მიმართულებით რაიმე აქტივობას ან ზოგად განცხადებებსაც კი არ ქონდა არ ჟენევის შეხვედრა იყო რომ არაფერი იყო აი ამ შენებლობის დასრულება. პირდაპირ მინდა თქვა ამას მივადეს მივაბა და რატომ? ეხლა ფაქტურად ხაბი მზად არის იმისათვის რომ მოხდეს თქვათ მოძრაობა და თუ დადგა თქვათ ანექსიის საკითხი ინფრასტრუქტურა გამზადებულია და ფსოუს მაგერად საზღვარი იქნება ენგურზე. ამიტომ ვიძახი რომ ანექსიის ნიშნებს ხედავ. აქ ჩვენ ჩუმად არ უნდა ვიყოთ. როდესაც ვლაპარაკობ ანექსიის ნიშნებზე, აი ძალიან მნიშვნელოვანი თემაა. ჩვენ ხედავთ რომ აშხაბადში ნეიტრალიტეტზეა ლაპარაკი. ჩვენ ხედავთ ეს რომ შენელობა აქ მიმდინარეობს. ამ დროს ჩვენ ვხედავთ მიდის განათლების რეფორმა და საფრთხე ექნება სოხუმის უნივერსიტეტს. რაზე ვიძახი, რომ სოხუმის უნივერსიტეტი დარჩა, მაგრამ ფაქტურად ისტორიული და იურიდიული ფაკულტეტი. იურიდიული ფაკულტეტი იყო ბაქოში, ერევანში, თბილისში და სოხუმში. მეტი არ იყო. თელ კავკასიის იმაზე. ხო? ანუ თუ ტრადიციებზეა ლაპარაკი, ისტორიული ფაკულტეტი, მართლა ისტორიული ფაკულტეტი ავიღოთ. ეხლა ელემენტარულია, ხო? ისტორიული ფაკულტეტი ისტორია გაყალბდა აფხაზეთში. აყალბებენ. ქართული ენის სწავლება აკრძალეს. ისტორიას აყალბებენ.
მაგალითად ბატონი ზურა პაპასკირი 100 დღე იჯდა ციხეში, რატომ? იმიტომ რომ ქართული ისტორიის დამცველი იყო აფხაზეთში. და ეხა პირველი ცნობა იყო, რომ ისტორიკოსი ჩასვეს და მე მთელი ჩარევები იყო და იძულებული იყო და 100 დღის შემდეგ გაეშვა, როდესაც 93 წელს, ხო? ეს იმდენად მნიშვნელოვანი თემები არის. დღეს ამ რეფორმით ისტორიული ფაკულტეტი ჩვენთან გაუქმებულია, იურიდიული გაუქმებულია, ფილოლოგიური გაუქმებულია, აფხაზური ენა, ლიტერატურა და აგრონომიული ფაკულტეტი. რას ნიშნავს ეს? აი ამ რეფორმის შედეგად, ანუ აფხაზური ენა, ლიტერატურა და აგრონომიული სოხუმის უნივერსიტეტი თბილისში. დიახ, აფხაზური ენა მე-7 კლასიდან არ ისწავლება აფხაზეთში. სიტყვები არ ყოფნით ქიმია და ფიზიკისა. პირდაპირ ვიძახი რა, არც ვაკილიკებ იმის. რეალობა არის ეს. აქედან გამომდინარე, დღეს რომელმა აბიტურიენტმა უნდა ჩააბაროს აფხაზური ენა და ლიტერატურა თბილისში. არარეალურია, ესე იგი ფაქტურად ხურავ. ნუ მილევადობისკენ მიყავს. დიახ, როდესაც სოხუმის როდესაც სახელმწიფო უნივერსიტეტი სოხუმში სპეციალური ხელშეკრულება დაუდეს MGU-სთან და MGIMO-სთან. სტუდენტები, რომელიც სკოლის მოსწავლეები, რომელიც სამიანზე ჩააბარებენ გამოცდებს, აფხაზეთიდან ვინც არის, უკონკურსოდ ხდებიან, თქვათ, სტუდენტები მოსკოვის. რა თქმა უნდა, ჩვენ ამ მომენტში ვხედავთ იმას, რომ როდესაც აქ დადგა ფაკულტეტების გაუქმების საკითხი, იმ დღეს ჩაფრინდნენ MGU-დან სოხუმში და დიდი ხელშეკრულება გააფორმეს. ეს ხომ მესიჯებია ყველაფერი, ხო? მესიჯებია იმისა, რომ შენ მილებად რეჟიმში უშვებ. თუ შენ სოხუმის უნივერსიტეტს ასეთ პრობლემას უშვებ, უქმნი იმას ხო ადგილობრივი აფხაზიც ხედავს, ხო? რას უყურებს? შენ ქართველს პოპ აქ და მე რას მიზამ? შენ ლეგიტიმური მთავრობა, რომელიც სოციალურმყოფის დეპარტამენტია, მეტი კი არაფერი 98% ბიუჯეტის ხელფასებზეა გათვლილი, ხმას არ იღებენ, ხო? პოლიტიკურ განცხადებას ვერ აკეთებს. მე რას მიზამ, ასე ფიქრობს აფხაზეთსაც, შენ მიიყვანი იმ დონეზე ლეგიტიმური მთავრობა, რომ განცხადების უფლებაც არ აქვს. მარტო დადიან მემორიალებთან იღებენ სურათს და მორჩა. აქედან გამოდის რა? გამოდის ის, რომ დღეს აფხაზის ამას ხედავს, რომ შენ ქართულს ანადგურებ, მე რას მომცემ? ვერა, ავიღოთ ენერგეტიკის თემა. ძალიან სახიფათო თემაა, ბატონო გიორგი. ამას მინდა ხაზზე გაუსვა. რატო ხდება ეს? უყურეთ, ეს ტერმინალი რომელიც შენდება, შენ აკეთებ აქ მილევას. ორი ვარდნილხესი არის დღეს, რომელიც გაძარცული იქნა 93 წელს. დღეს რუსული მხარე იწყებს ამის აღდგენას. ეს ნიშნავს იმას, რომ მომავალ რამოდენიმე წელიწადში, როცა გალის ტერიტორიაზე ენგურთან, ეს ნიშნავს იმას, რომ მართვის პულტ საბერიოს ექნება სერიოზული პრობლემები. აი დღეს ხო მართვის პულტი მათ მხარეზეა და კაშხალი ჩვენ მხარეზეა და ჩვენ ერთად ვაკონტროლებთ. ეს გახდება შანტაჟის მომენტები ქართული სახელმწიფო წინააღმდეგ. ენერგეტიკა იქცევა იარაღად ქართული სახელმწიფო წინააღმდეგ. გზა იქცევა იარაღად და რკინიგზა საქართველოს სახელმწიფო წინააღმდეგ. უნივერსიტეტების ასე დონეზე დაყვანა და იქ გაზრდა ოკუპირებულ ტერიტორიაზე იქნება განათლების მხრიდან იარაღად. ამას რატო ვერ აცნობიერებენ? ჩემამდე ვერ დადის ეს. როდესაც შეიძლება ძალიან მარტივად გააკეთო ეს ყველაფერი. ავიღოთ, თქვათ, ის მართველები, რასაც აფხაზეთი დაეცა, ხო, შევარნაძიდან დაწყებული, სააკაშვილი დამთავრებული, იგივე ქართული ოცნება, რომელიც ყველაფერს აკეთებდა ამ პერიოდამდე იმისათვის, რომ ბინების მიცემა იქნებოდა თუ რაღაც სხვა მომენტები, თქვათ, ყოფილიყო რაღაც მომენტები, პრივილეგიები ჰქონდა და უცებ ჩვენ ვხედავთ, რომ დაიწყო მილევადი რეჟიმი. რატომ? და ამ ფონზე ვხედავთ აშხაბადსაც. ამიტომ ეს ყველაფერი ერთი პაზლი გამო, რომ დადო ეს პაზლები გამო ერთი სურათი. აი, აფხაზეთი არ არის, რაც არ უნდა უცნაური იყოს მეორე ხარისხოვანი სუბიექტი სამეთვალყურეოდ მოსკოვისთვის, ხო? თქვენ ხშირად ახსენებთ კირიენკოს ფაქტორს, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია ეს ხაზი. მინდა რომ ამასაც შეეხოთ და დამატებით სამხედრო სტრატეგიული თვალსაზრისითაც ოჩამჩირეს თემას ხო არ ვაზვიადებთ ჩვენ ზედმეტად და ზოგადად ეს განსაკუთრებული ყურადღება და ანექსის აუცილებლობა ამ კუთხითაც არის თუ არა დამატებითი არგუმენტი მოსკოვისა და კრემლისთვის, რომ გადაახალისოს ბჭყალებში, რო ვთქვა, აფხაზეთისადმი მისი პოლიტიკა. აი, დიდი მადლობა, რომ კირიენკოსთან დაკავშირებით კითხვა დაცვით, რომ დამავიწყდა ამდენი იმაში. ესე იგი, კირიენკო არის აფხაზეთში დაბადებული, მე-7 კლასამდე სწავლობდა აფხაზეთის სკოლაში. მისი მშობლები ფიზიკა-მათემატიკის ინსტიტუტში მუშაობდნენ და შემდეგ გადავიდა მოსკოვში. ერთ-ერთი გავლენიანი ადამიანია, ხო, პირველი მოადგილეა ადმინისტრაციის პრეზიდენტის და ადამიანი თვეში 3-ჯერ ჩადის სოხუმში. ნებისმიერი პროექტი, აეროპორტი, ეს ტერმინალი, ენერგეტიკა, ყველაფერი არის კირიენკო.
და აქედან გამომდინარე ეს ხო ცხადყოფს რომ ანექსია მზადდება და რა თქვა იგივე სოციალური პაკეტები რაც შემოიტანა მან ეს ძალიან მნიშვნელოვანია იმიტომ რომ ღიად გამოვიდა ტელევიზიით ძალიან ორი მესიჯი მან თავარი გააჟღერა პრობლემები რატო აქვს აფხაზებს რუსებთან მან თქვა რომ თქვენ პირველი რაც მან თქვა რომ თქვენ რატო გვაქვს თქვენ ჩვენო პრობლემებიო თქვენო არ გინდათო ქართველები არ გინდათ მოსკოვი მაგრამ იცით რომ მოსკოვის გარეშე ვერ იცხოვრებთ არ გინდევართო ჩვენ მაგრამ ჩვენს გარეშე რო ვერ იცხოვრებთ ამას აღიარებთო თქვენ თვლითო იმას რომ თქვენ ხართო დამოუკიდებელიო ჩვენც თვლითო რომ თქვენ დამოუკიდებელი ხართ მაგრამ ჩვენს გარეშე ვერ იქნებით დამოუკიდებელი ფორმულა შეუქმნა ის ეს ღიად მოხდა მისი გამოსვლა აფხაზურ ტელევიზიაში სადაც თქვა რომ თქვენ თუ არ მოიქცებით ისე როგორც ჩვენ გვინდა თქვენ ვერ იქნებით დამოუკიდებელი რომ პირობებს აქვს ჩვენ რა თქმა უნდა და ძალიან დიდი გამოხმაურება მოყვა ოპოზიციიდან რომ აი როგორ გაბედა ამის თქმა ну ფაქტია ხო რეალურად რუსულ ბაზებზე დაყრდნობით ხა ის ოჩამჩირის ბაზა რო ვახსენეთ ხო ეს ხომ მზადდება მე როცა ჩვენ გავაჟღერეთ ოჩამჩირის ბაზის საკითხი და ესეც ფორმულა მოიპოვა პირველი კადრები დრონით ფორმულას ჰქონდა და გვახსოვთ ჩვენ მაშინდელმა სუსის ხელმძღვანელობამ გითხრა რომ არაფერი არ კეთდება და 2 წელიწადში ბაზა დამთავრდა ბაზა დამთავრებულია. დასრულებულია. თუმცა კიდევ გრძელდება იქ არ გქონს. თავარი მომენტი რა გრძელდება იქ რასაც დღეს არავინ არ ახმაურებს. ეს არის ოჩამჩირის ბაზიდან დაშორებული ზუსტად 7 კილომეტრზე სოფელ ფიჩორთან ელექტრონული ბაზა. რას ნიშნავს ეს? უმაღლესი ბოლო ტექნიკით აღჭურვილი რომ დრონების შემოტევა არ მოხდეს ჩვენ ეს მინიმუმ ვიცი დრონების შემოტევა არ მოხდეს ოჩამჩირის ბაზაზე მაგრამ ჩვენ არ ვიცით ეს ბაზა როგორ ჩაახსოვს დასავლეთ საქართველოს ეს ელექტრონული ბაზა ხო ეს არის მობილური კავშირები თანამედროვე ხო რა თქმა უნდა იცვლება დრონებით ბრძოლა რა თქმა უნდა ხდება 2008-ში ამის გამოცდილება იყო როდესაც ჩვენ რო არ ქონდა ეს ამერიკული კავშირგამულობის სისტემები ყველაფერი ჩახშობილი იქნებოდა ხო ცდილობდნენ ესენი ეხლა ჩვენ ხედავთ რა ხედავთ იმას რომ ფაქტურად ახალი ტექნიკური მომენტები არის და ძალიან მაღალი ტემპით მიდის ამის შენებლობა ძალიან გასაიდუმლოებულია ჩვენ ხო არ ვიცით ამას ეს ოჩამჩირისგან მოშორებით კიდე სხვა ბაზაზეა საუბარი დიახ ელექტრონულ ბაზაზე რომელიც ფაქტურად ელექტრონული ქალაქი შენდება ეს არის სოფელ ფიჩორთან დაახლოებით ნუ რამდენი იქნება 7-8 კილომეტრი საზღვრიდან და დაახლოებით ჯამში 15 კილომეტრი ოჩამჩირემდე. რეალურად ეს კეთდება იმისათვის, რომ ოჩამჩირის ბაზა იყოს დაცული, მაგრამ შემდგომი ნაბიჯი არ ვიცით. რისთვის შეიძლება ეს გამოიყენო, ხო? ეგ პრინციპული საკითხი არის. ამიტომ დღეს სიჩუმე ამაში. დღეს ჩვენ აზროვნე საუბრობთ, იცით, ევროკავშირს კი არ უნდა ვეომებოდეთ, არამედ ჩვენ პარტნიორებს კი არ უნდა ვეომებოდეთ, არამედ ტექნიკაზე მუშაობდეთ, რომელიც ენგურზე გააკეთებს დაცვის მექანიზმებს ჩვენი კავშირგამულობის სისტემის. ეგ პრინციპული საკითხი არის. მათ თავისუფლად შეუძლია კავშირგამულობა გათიშონ. პატა, ჩვენი უსაფრთხოების სისტემები რა მდგომარეობაში და რა დღეშიც არის არ ჭირდება დამატებითი არგუმენტების მოყვანა საზოგადოებას, მაგრამ პოლიტიკურ არგუმენტებზე მინდა ბოლოს გითხოთ. აი მათ შორის კობახიძის იმ გარემოში გამოჩენას, მათ შორის პუტინთან ერთად ფიგურირებას ერთ სივრცეში და იმ განაცხადს, ან იმ განუცხადებლობას, რა მოლოდინიც უნდა კონდეს ოკუპირებული ქვეყნის წარმომადგენელს, როცა ესრება ასეთ ფორუმს ოკუპანტის მონაწილეობით. ეხლა მოლოდინი იმის რომ ბოტოს გაუხანებდა კობახიძე პუტინს და ესრო და ეს არასერიოზულია ზოგადად ასეთი მოლოდინების თითქოს შექმნა რომ ამას ვინმე ელოდა, მაგრამ შემდეგ მათი ასეთი ნაბიჯების გამამართლებლების მთელი კოჰორტა არის მოგეხსენება და მთავარი მოარგუმენტო რა არის, რომ აი ჩვენ თბილად და კარგად უნდა ვიყოთ პუტინთან, იმიტომ რომ არაცლიან კაცს და ერისკაცი ბიზნეს მოსახსენიებელი, ასე ვთქვათ, როგორც კერპისა და ღმერთის ტერმინია ამ შემთხვევაში, არაცლიან რომ რუსეთთან ისე დაათფოს ურთიერთობა, რომ აი ამ სითფოში ჩვენ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა შეცვლო და მოახერხოთ. აი როგორც ამ ხრივ, რა ვიცი, ერთ-ერთ ყველაზე ტრაგიკულად გამოსtildeულ ადამიანს მოყოლებული სოხუმიდან აფხაზეთიდან და შემდეგ უკვე მთელი თქვენი საქმიანობა შორის რუსეთთან კომუნიკაციებშიც, აფხაზებთან თავისთავად, ევროპულ ინსტიტუტებთან, ამერიკელებთან ურთიერთობების ზოგადად ამ ტიპის მიდგომას იგივე ხელისუფლების, იგივე პუტინის და რუსეთის დღევანდელი ამბიციებისა და უკრაინის ომის შემდგომი დინამიკის გათვალისწინებით არსებობის უფლება აქვს საერთოდ? რუსეთი რას უფრო მეც დაუთმობ რუსეთს, მით უფრო მეტი უნდათ მათ. აი რო შევადაროთ უცებ იანუკოვიჩი. იანუკოვიჩი ყველაფერს ხო უთმობდა, ასოცირებულ ხმას ხელი არ მოაწერა. ყველაფერზე წავიდა და X მომენტში დაკარგა ყერემი. X საათში.
ყველაფერი გამზადდა ამისათვის. რეალურად როცა ლაპარაკობთ ენგურის ტერმინალზე, ყველაფერი მზადდება ანექსისას, რატო ვიძახი? X დღისათვის მზადდება ეს ყველაფერი. არანაირი ნდობა არ შეიძლება მათ მიმართ, აი ეხლა ცელდება ჭორები, აი ვატყობ რომ ეს მიზანმიმართულად ხდება საზოგადოებაში. რომ ეხლა გაიხსნება რკინიგზა და გაიხსნება გზები და ჩვენ დავიწყებთ, რა ქვია, ვაჭრობას. და ის ხო არ დავისწავ იმას 9200-ს კვლელობა როდესაც მოხდა, ისე ფაქტობრივად ეროვნული გმირი რო გახდა. ხო არ დავისწავ იმის. როგორ გონიათ მაგათ ჩასვამენ იქა, რამდენი ქართველი ჩავა, იმდენს მოკლავენ. რამდენი ავტობუსის და ტრაილერის მძღოლი წავა, იმდენს მოკლავენ. ეს რეალობა არის დღეს. ეს არ უნდა დაავიწყდეს არავის, რომ იქ არავინ არ ფიქრობს ვაჭრობაზე, იქ არავინ არ ფიქრობს ფულის გაკეთებაზე. იქ ფიქრობენ იმაზე, აფხაზებზე ვიძახი, ვინც ხელისუფლებაშია. ძალაუფლების შენარჩუნებაზე, როგორც ბჭყალებში და მოუკიდებელი სახელმწიფოსი. ჩვენ ხო ამდენი წლების განმავლობაში მუშაობა ხო არ გვიწარმოებია. არც სპეციალური სამსახურები მუშაობდნენ ამ მიმართულებით, არც არაფერი არ იყო, არც სახალხო დიპლომატია იყო. ჟენევის ფორმატი, არაფერი არა ვიცით ჩვენ ამაზე. ფაქტურად როცა ჟენევის ფორმატი შექმნა, მაშინაც ვლაპარაკობდით პარლამენტში, რომ არაფრის მომტანი ფორმატი არა ეს, ფორმატია იმისათვის, სადაც აზრებს გაცვლით, თორე მეტი კი არაფერი, შედეგის მომტანი არ არის. და ჩვენ ამივიღეთ სამშვიდობო ძალები, რომელიც იყო გაეროს ფორმატით, გახდა საოკუპაციო ძალები, ჩვენ ამივიღეთ პარტიზანული მოძრაობა გავაჩერეთ და დღეს ტერმინალებს აშენებენ და გესების მშენებლობები იწყება და ტრასების ჩვენ მივიღეთ ის, რომ რუსეთმა დაიწყო ინფრასტრუქტურაზე ფულის დახარჯვა. ესეთი რაღაც არ იყო. სოხუმის აეროპორტი, ვინმეს რო ეთქვა ჩემს, რომ სოხუმის აეროპორტი აღდგებოდა, იყო წარმოუდგენელი. ფრენები დაიწყება. ფრენები ინფრასტრუქტურაზე დაიწყეს ფულის დახარჯვა. ეს თბილისშიც კი ვერ გავიგეთ ამოკნავლება საქართველოს ხელისუფლების პროტესტის ამასთან დაკავშირებით. ანუ სპეციალური ძებნა დაგჭირდა, რომ რაღაცა ტიპის განცხადებისთვის მიგვეცა. თავისუფლად შეიძლება შეაჩეროს თავისუფლად შეიძლება შეაჩეროს ყველაფერი. აქ დღეს რო აუგზავნო რუსებს ფრენა, ზანგალ გაჩერდება იქ ყველაფერი. ამიტომ ნელ-ნელა რომ ყველაფერი მიუშვეს და გადაიბდა ეკონომიკაზე და ფულის კეთებაზე, დადგა შედეგი ის, რომ ანექსიის წინაპირობებია, დადგა შედეგი ის, რომ უკვე ნეიტრალიტეტზე საუბრობთ, დადგა ის, რომ მშვიდობა შეიძლება იყოს რუსული დროშა რუსთაველზე თუ იქნება, პრობლემა კი არ არის. მშვიდობა იქნება. ოღონდ საქართველოს დამოუკიდებლობა და სუვერენიტეტი არ იქნება. ხო, და მე მაგ მშვიდობის ფარგლებში რუსებთან ერთად ვიომებთ სხვადასხვა ომებში, რომელიც არც არასოდეს. ახალი ამბავი ომობთ ძალიან კარგი ის არის. გუშინ წინ რუსეთის ფედერაციამ ის მოქალაქეები, რუსეთის მოქალაქეები, რომელიც ცხოვრობენ აფხაზეთში, მაგამდე ხო არ იყო ასე, სავალდებულო გაწევა უკრაინის ომში. პირდაპირ გუშინდელი გადაწყვეტილება არის, მე ვადენებ ამას თვალ ყურს, როდესაც რუსეთის მთავრობამ გადაწყვეტილება მიიღო, გამოცეს ნორმატიული აქტი, მთავრობის აფხაზეთში მცხოვრები რუსეთის მოქალაქეები სპეციალური აღრიცხვა ჩატარდეს, რათა სპეციალურ სამხედრო ოპერაციაში მიიღონ მონაწილეობა. არა და აფხაზეთის ტერიტორიაზე მცხოვრები ყველა მოქალაქეა. ყველას ორმაგი მოქალაქეა. სულ ყველა მოქალაქეა, ხვდებით? ფაქტიურად როგორ შეხვდება თავად აფხაზური ეს გუშინდელი ამბავია. ჯერ რეაქციები არ ჩანს. ჯერ რეაქციები, ჯერ მათ გონიათ რომ აი ის მიწმიდის ჯარში თქვა ნებაყოფლობით მასე დამთავრდება და ეხლა რომ მათი გაწევა დაიწყება როგორც რუსეთში, ესე იგი გაწევას ექვემდებარებიან. რომელ დამოუკიდებლობაზეა საუბარი? გაწევას ექვემდებარება. დღეს ჩვენ საქართველოს მთავრობა უნდა ყვიროდეს იმას, რომ ოკუპირებულ ტერიტორიაზე მაცხოვრებელი მისი მოქალაქეები რა მნიშვნელობა აქვს, რა პასპორტი უდებს, მისი მოქალაქეები არიან, ხო? რომ ძალით მიყავთ რუსეთის შეერაგებულ ჯარში ამ ბრძანებით. ამაზე უნდა ტექნეს ერთი ამბავს საერთაშორისო ფორმატში. ყველამ უნდა იცოდეს. სიჩუმე არაფერი არ ხდება. და ამის პარალელურად არის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პროცესი, რომელიც შეიძლება არა გადამწყვეტ, მაგრამ მნიშვნელოვანი ინდიკატორიც იყო და იმპულსიც გარკვეული დინამიკის მიმცემი განსაკუთრებით აფხაზური ახალგაზრდა აფხაზური თაობებისთვის, ხო, ეს იყო საქართველოს ევროკავშირის წევრობის ძალიან რეალური მაგრა შეეშინა თავი. ეს როგორ აისახება? აი ის რა ხა 2 წელი გახდა ზუსტად რაც კანდიდატის სტატუსი მოგვანიჭეთ და იმის შემდეგ სრული დეგრადაცია წავიდა. მე გითხრათ, რომ საზოგადოებაში სეპარატისტებში, როგორ რეაგირებენ აფხაზები? სეპარატისტებში, საზოგადოებაში უბრალოდ სეპარატისტებში იყო ესეთი განცდა ძალიან დიდი, რომ თუ საქართველოს ევროკავშირის წევრი ქვეყანა გახდა, ჩვენ ახალგაზრდობას ვერ გავაკონტროლებთ. იმიტომ იყო FSB-ს საზღვაო ჯარები ძალიან გაამაგრეს, ენგურიც ჩაიკეტა თუ გახსოვთ თქვენ მაგ პერიოდში. რატო ხდება ეს ყველაფერი იცით? იმიტომ რომ ნუ ეხა არჩევანი როცა გაქვს თავისუფალი სამყარო და ფარდის იქით ცხოვრება, თქვათ ის აფხაზი ახალგაზრდები და დაფიქრდებოდნენ ხო სწავლა განათლებაზე, ბევრ რაღაცაზე.
უკრაინაში და საზარბაზნე ხორცად წალეკვის პერსპექტივის ალტერნატივად თავარი მომენტი რა იყო პასპორტის ჯიბეში თავარი მომენტი რა იყო რომ აფხაზეთის ხო ევროკავშირის წევრი ქვეყანა ხდებოდა აფხაზეთი როგორც ავტონომიური რესპუბლიკა საქართველოს კონსტიტუციით შემადგენელი ნაწილი ხდებოდა ევროკავშირის ესე ის ცხოვრები მოქალაქეც თავისუფლად შეეძლო ის თავისუფალი პასპორტი ქონოდა ხო უფრო მოტივირებული იქნებოდა საქართველოს მოქალაქის პასპორტი აიღო და დღეს ჩვენ ასე არჩევანის წინაშე ვართ არათუ აფხაზეთი ფარდის იქით მთელი საქართველოს ფარდის აქეთ ეგ არის პრობლემა რუსეთის მოქალაქეობაში იმათმა ისედაც შეგვასტრესა არა შეგვასწრეს და ჯარში ხო გაიწვევენ და თუ ვინმე რუსთავოზე რუსული დროშა უნდა მასაც გაიწვევენ არც თუ ისე ოპტიმისტური ასე თქვა პროგნოზით თუ პერსპექტივი დავამთავროთ ეს საუბარი, მაგრამ საუბარი წარია, მაგრამ საჭიროა. რეალობა უნდა თქვა, იმიტომ რომ ჩვენ თავი არ უნდა მოვიტყუოთ. მადლობა ბატონო. მადლობა თქვენ. დავითაიას, პატას დავამშვიდობოთ.